მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის განხილვაც დაწყებულია და რომელიც ითვალისწინებს, თუ პიროვნებას მიწაზე არ გააჩნია მართლმსომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთი მიწები მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. ვინაიდან ეს საკითხი იყო ძალიან რთული და უმძიმესი თითოეული გლეხისათვის, 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, მოხდა ასეთი მიწების აღრიცხვა, აღწერა და დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნა ეკონომიკის სამინისტროში. ვინაიდან გლეხი იდგა საშიშროების წინაშე, რომ მას შეეძლო დაეკარგა მამაპაპისეული მიწა, სწორედ ამიტომ ჩატარდა ასეთი სამუშაოები და დღეს კიდევ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა გლეხი, მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ გლეხმა მიწა დაკარგოს. კახეთის მაგალითზე გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი და თითოეული გლეხი დგას დღესაც ძალიან დიდი საშიშროების წინაშე. შეიძლება გლეხი ისედაც გაუსაძლებს მდგომარეობაში მყოფი საერთოდ დარჩეს ულუღმაბურად. მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი აღელვებს დღეს ყველას, აღელვებს ყველა რეგიონს, ჩვენ ხვდებით მოსახლეობას საქართველოს ყველა კუთხეში და ეს კითხვები ისმება. სწორედ ამიტომ და იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ შეგვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი. პარლამენტში უკვე მთავრობის ეს საკითხი, ეს კანონპროექტი იხილება, არის პროცედურულად განხილვების საკითხი დასმული, ამიტომ ჩვენი კანონპროექტი იქნება შეტანილი და ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ეს პროცესი წარმართოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და მოახდინოს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მართლაც მტკიცებულებებიც და სხვა საბუთები კანონიერი, რომლითაც შესაძლებელია დარეგისტრირება საჯარო რეესტრში, ეს მოახდინოს უსასყიდლოდ და საკუთრებაში გადაცეს მოსახლეობას დარეგისტრირებული მიწა.